could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მეზობლის ხელოსნები. აბა თვალები დახუჭე და რო გეუნებოდი მეთქი, აი აბა მოდი შემოდი. ფეხი გადააბიჯეთ გულზაეო, ჯერ არ გაახირო, პროსტა არ გაახირო. აი ესე დადიქი და პროსტა შეხედე რა მაგარი ბაითი მივიცი. დავაი. რა მაგარია? ხო მაგარია. ჩემთან ვდგავსე ხო არის მაგარი? აუ ძან. არაფერი უბრალო არ არის, ეს აყვა, ყველაფერი არის. იტალიიდან ჩამოტანი, ზოგი ჩინეთიდან ჩამოვიტანი. აი ეს ნახატი მაგალითად ძველი ბერძნების ნახატი, როგორ ნაღდი. ჩემო მეგობრებმა გამიგზავნა. მიახლოებით დღეს ერთი 30000 ევრო ეღირება რა. აი ეს შპალერი, ხო, აი შპალერი, ხო, აი ეს თეთრები რო აქვს, ხო? აი ეს ხო არ გონია რომ უბრალო იყოს. ძალიან ძვირიანია ესეც რა, ესე ძალიან ძვირი დამიჯდა. იატაკიც ძალიან ძვირი დამიჯდა, მოჭიმული ჭერი გავაკეთე. აი ესენი მაგალითად, ხო? ესენი იმინა დონ კიხოტმა მაჩუქა. აი ესენი იმინა რა ის და ძალიან მაგრები. აი ეს ნაწილი, ხო? აი ეს ნაწილი, აი მარტო აი ეს, ხო რაც არის, ხო? ესეთი 20000 ევრო გადავიხადე მარტო ამ ნაჭერში რა შპალერში რა. ხო, ბუბულიდან ჩამოვიტანე. აი მოდი მაგალითად აი ესენი სუფთა ტყავია, ესენი, ეს ჩემი ფარშევანგია. არ გეგონოს რომ ვიღაც ჩემი ფარშევანგია ეზოში დადის. ხო აბარა აი ეს აბრა კიდე ხო არის აქეთ იყიდებოდა იქით გადაღუნული მაგრამ მე აქეთ გადმოღუნული ვიყიდე იმიტომ რომ ესე უხდებოდა რა ინტერიერს რა აი ეს სურათიც მაგალითად ხო ეს გამომიგზავნეს ანუ ლურში კიდეა რა ამის ასლი რა ანუ ეს არის ნაღდი ხო ხდები რა ესეთი თემაა და ძალიან მაგარია რა აუ ყოჩა ძალიან მაგარი ყველაფერი უმაღლეს დონეზე მაგარი აუ ბახილები არ ჩაგიცვავს გოგო ბახილები ჩაიცვი რას ამბობდო მართლა აბა რა დედას გაფიცებ იმენა ყველაფერს უფრთხილდები აქ დაჯე მე ჩავიცვავ ხა დაჯე მიდი ბახილები ამოიცი მეც აქ ამოვიცვი ოღონ თავარი მუღამი რა არის იცით აკო ეს ბაითი ხო მაგარია და ძვირიანია მაგრამ მეზობლები მყავს იმინა აი ოქრო ხალხი რა სიჩუმე სიწყნარე ვაფშე ორი თავი ხახვი მომე რო არ გეტყვი ვაფშე სხვა მუღამია რა რა კაი ხუთი ხალხი არაფერია რა ეს რა ხმა ეს პროსტა მეზობელმა მთხოვა რომ ისო რა ქვია რაღაც პრობლემა მაქვს პატარა ხელოსნები ამოვიყვანე უბრალოდ კედელი მინდა რომ პოტერი დავკიდო რაღაცა დასაკიდებელი რა არის ხოა ეხა რა პრობლემა ხო და ცოტა ხანი მაქსიმუმ 5 წუთიო რა არ არის პრობლემა ოპა დევინახე ბიჭო შუქი გამოჩნდა მინდი აბა მიარკი მინდი თამამად ბიჭო მიარკი ეს რა მიარკი რა მიარკი ბიჭო რომელი ხარ ბიჭო დაარკი ბიჭო მახობა ვინა ბიჭო რა საკეთე ბიჭო რა გააკეთე ბიჭო რა ქენი ბიჭო ვაიმე 20 რა ქენი ბიჭო რა დამიჯდეს რომ მოდი შეგო ნოშე უიმე ბოშო ფეხი ჩემი ყალი ანგელოზის კეთილი იყო ჩემი ფეხი ბოშო მიგანდი რა ქენი ბიჭო უიმე ბოშო დაარტყიო შენ არ მითხარი დავარტყი მეც მე პატარაზე მიარტყი მეთქი მიგითხარია დაგებიცები პატარაზე დავარტყი რა ჩემი ფეხი კეთი მოგალეწა მაგფეხებს ბიჭო შენ დღეს კედელი როგორ დაანგეთ ისე მე ეს სირაკი და ბიჭო 20000 ევრო მივიცი მარტო ამაში რა უკენი ბიჭო აი რატომ არ მითხარი ბიჭო ერთი წამი დამიჭიდე ვახჩი გააჩვენდი ბოშო რა ბოშო რა ხიდა ვერ გავ თქვა კაიმაღი არა მაგრამ აი კეთილი გული არ იყო საჭირო პირველად ვართ ოჯახში ახლა ახლა მოკიდე ამის ხელა დავი დაახლე ხაკიდა რა ხდება ისი ეს მინდა გამოვაკიდე პატრონი ვინ თქვენ ნორმალურები თუ ხარ ბოშო ერთი წუთი კედლისაა ვკიდებდითო შემთხვევით კედელი გავხლიტეთ შემთხვევით
ეს არის შემთხვევით გახრდელი კედელი? კი, ბოშო. თლიანად არ ჩამოგრა, არ მაინტერესებს. ფეხებზე მიგდეთ თქვენი საათი, არ მაინტერესებს. ამოაშენეთ დღეს ეს კედელი. დიადი ახლა მაი ბაბა. მაი ახლა მარტივი საქმე არა და რა მარტივი საქმე არა, რა უნდა რა. შეხედე ახლა ეტაპობრივად და გაგარკვევა ხა ყველაფერს. ახლა ხდება. ახლა კედლის ამოშენება ცოტა დიდი ხანი უნდა რა, მაგას იმას დრო. არ მაინტერესებს, ფეხებზე მიგდი ააშენე დროზე, ბიჭო. ხო და ფრანგული ჭერი ხომ არ გავაკრათ მეთქი ასე მთლიანად ლურჯი ფერით და ვითომ ციდან 13-ზე ცხოვრობ. რა ჭერი. აუ რა მაგარია ბოშო, ხედავ. შენ საიდან ხარ? რაჭველი ვარ. მერე საუნა გახვრიტო არ იცი? რა გინა ბიჭო? რატო დამიგრია სახლი ბიჭო, რატო? არ მოგეწონა ჩემი იდეა. არ არის, არ მომწო შენი ამოაშენე ხა. არ მაინტერესებს. მე გეტყვი კაის. რა ვქნათ იცი? ეს კარები ხომ მოვანგრიეთ, ეხლა გავიდეთ ვაფშე, კედლები მოვანგრიოთ, მეზობლებთანაც მოვანგრიოთ კედლები ეს. და სულ ყველა მერე ჩავიდეთ ქვემოთ იქეთა კორპუსის მეზობლებს, დაუძახოთ იმათი კედლებიც მოვანგრიოთ და თელმა მეზობლებმა ბოშო ასე ვისეინოთ ერთად სკვერში, პარკში. ისე ბოშო რამდენი ყლების პამიწებს ეს კედელი ჩემი ამოსაშენებელი რო არ იყოს. შენი ჭირი. პიკენტი მოდი ეგ ერთი წამი. ბიჭო, რამდენჯერ გითხარი რომ ვიღაცის სახლში კედელს რომ შევანგრევთ, შენ გაჩერდი და მე ვილაპარაკებ მეთქი რა. პიკენტი. რა ნუ ვეპლაპუნები რაღაცა. პიკენტი ასლან. მაინტერესებს, დავრეკე. დავიდიჩ, მოდი აგებ, მოდი. სად ხართ ბიჭო? აქ მეზობელთან. რა ხდება ბიჭო? რა დღეში ხარ? ეს რა ხდება? ეს რა? ბაბუაშენის ანტიკვარული საათი ბოშო. რა ბაბუა ჩემი ანტიკვარული? არა, საათი კარგად არის ის მისაღებში დევს კაცო. მაგას კიდევდით კედელი გამოგვეგრა შემთხვევით თქვენ შენი. ანუ საათი კარგად არის, ხო? ჩეპე მოგვივიდა და გაცავთ რა ჩავეჭრები, საერთოდ ფეხებზე მიგდეთ თქვენი საათი რა. ეს კედელი ააშენე, არ მაინტერესებს. ერთი წამი ძმა, ბაბუა ჩემი ანტიკვარული საათზე, რო საუბრობ შენ ტონი გამიკონტროლე ცოტა უკუნა. რა ბაბუა შენი საათი ბიჭო, $20,000 მივეცა მისგან დაყიეთ, დავანგრით, ყველაფერი ნახატი გამიხურდე. ბაბუა ჩემი ანტიკვარული საათზე მაგასა ნაირად ამბობ. დავიდოვич დავწყნადი. ხოიცი მე რა ნაირად ვარ ახლა ნე. ვაფშე არ მაინტერესებს თქვენი საათი, არ ამოაშენე. როგორ და შენ მომუშება დაანგრეს ამოაშენე. მარტივად ამოშენება არ ხდება ჩემო ძმაო. ჯერ ერთი ვინც აშენებს ამას ის მუშები 3 თვე წასულები არიან, საქმე აიღეს ახალი რაღაც და ეგრე მარტივად არ ხდება. აი მე ერთი წუთი ეს კედელი 3 თვე ესე უნდა იყოს? იყოს ხალბატონო, იყოს რას გიშნის ახლა ეს კედელი? აი რას გიშნის ხო ჯერ იყოს ასე ღია ძმაო. მე კეთილი მეზობელი ვარ, რას გინდათ დაგჭირდებოდ შემოხვალ, ორი თავი ხახვი გინდათ თუ აგერ ძეგინდა, მაწონი გინდა ყველაფერი დევს და აიღებ. მე სახლი იმიტომ ვიგერე რომ ორი თავი ხახვი და სამეზობლო და რაღაცა წესიერი მეყოლებოდა მეტი. მითხარი მთხოვე რომ 5 წუთი რაღაცა მაგ კედელზე მისაჭედებელი და დამიგრი არ მაინტერესებს. საათი მიგზავდი და გააკეთე. თავი ხახვი ეს ესე ჩამონგრეული უნდა იყოს სულ? ხალბატონო, მაგას თავისი პლუსები აქვს ახლა და უკვირდი, შეხედე, ბინა გაფართოვდა, ხომ გაფართოვდა. აგერ ცირკულაციას აკეთებს ჰაერი. ეგ კი. მე სამეზობლო ერთად იქნებით, მჭიდროდ რაღაცა ჩახუტება იქ ბორანო გაკეთება, დაგპატიჟებენ, კოფე მოგინდება გადახვალ. ურთიერთობა რა, აი შენ აჭარიდან ხარ ხო შენ? დასიამუნოა. გაიხარეთ, დასიამ. შენ ჩამოდივართ ხოლმე ვისორემ ხოლმე ხშირად ბათუმში. გეიხარეთ. არ მაინტერესებს, ამოაშენე ხა ეკედელი, თქვენი ხარჯები და იზიდიკიდეთ. არ მე მაინტერესებს. მშვენიერი იდეა გითხარი მე მგონი. აუ რა თმინდა ბორანო და ორი თავი ხახვი, კაცო, ესე უნდა იყოს იქნე მე ჩემს სახლში საცვლებით მინდა გავლა. მაი გაიდეა, მე მომეწონა მაგალითად. მეც ბოშო. შენც მოგე. ერთ თაქას თუ გააზო, ვაფშე ამოყორავ ამასაც, კარებსაც და იმენა. ვიყოთ აქ სალამ ვინმე არ დაგვაშორებს. ზედმეტები რომ მოგისწრებდი ხა შენ. მეიცა. ზედმეტები მოგდის. აი, მეიცა ბოშო, მე გეტყვი პირდაპირ სიმართლეს რომ ამ კედელი ჩამოგრევ, ჩვენი ბრალი საერთოდ არ არის. აბა ვისი ბრალი, ჩემი ბრალი. ვისი და თვითონ კედლის. კედელი იყო თხელი რა ჩემი ბრალია. თხელი კედელი რას ქვია ხელი კედელი როგორ აბა რა არის ეს კედელი? კედელი იყო თხელი ბოშო, აბა ჩამოდი ჩვენთან რაჭაში, კედლები არის, ამსის კი არის, სიპიქვით ნაშენები იმას ბოშო, დათიმოად გამასწინა ჩვენთან კედელი, ვერაფერი ვერ უკრა, ძრავა ვერ უყო, წევიდა ისევ ტყეში და რას მოდიარო, მე დათიმოად და გამიგო კედელსაც მე მოდიარო. უიმე ბოშო, დათიმოად ისე კი არა, პეპერატორით იყო მოსული, მაგრამ ვერაფერი ვერ უკრა, წევიდა და წევიდა, ჩვენ კედე, ამასის კი. ეთი მაითათუშე. მოდიში ერთი საბირფარეშოში გავარვე. ჩემთან არ გახვიდე კაცო. ადი ბიჭო. ავიქით მიბიძანდით რა. ერთი წუთი რა, მოდი რა ეს მოდიში ერთი წამი რა. ერთი წამი მაპატიე, მე მაპატიე ერთი წამი. მე მივხედავ ჩემს საქმეს რა. ეხა მომისმინე რა. ჩემი წონია სახში მოსასვლელი. ეს ბაბუა ჩემის ანტიკვარული საათის რო არ დახვთ ეს კედელზე ჩამოკიდებული, ხო იცი რომ ეწყინება. კაი, ნუ ნერვიულობ დავიდიჩ და ვიზამთ რაღაცას რა. რაჯი რა აქ იყავდი. შეხედე? შეხედე? აგერ დროებითი ლურსმით დავჭერპა რა, გაღონოლია ეს დააფეთქებული. ერთი წამი მეიცა. ე გასწორდა ბიჭო რა გაგვირებს ერთიო.
რა გინდა ბიჭო რა გინდა გამაგებინე ბიკეტი რამდენჯერ გითხარი ბიჭო ნუ მარცხე ხალხში მე ვიხარ ბიჭო შენ ნორმალური ხარ ვინა ეს დათვია მარტო დაჭვი წაიყვანე და გაუშვით იგი ჭიოროსკეში დებილი ეს ვინ არის აი რა გინდა ბოშო ბიჭო სოშევედი სამეფარაშოში პატარა იყო ძალიან ფართი და პატარა გამოვანგრიე კედლები გამოვანგრიე და მე-7 სართულზე ეს იტალიურიაზო გავაკეთე გული გამოუღე სულ რა კაი სამეზოლო გეყოლება დავიდო ის გაიცნო ხას გული გამოუღე მე-7 სართულზე რა გული გამოუღე ბიჭო რა იტალიურიაზო შენ ნორმალურია ბიჭო ფართი იქნება დიდი ბოშო კედლები აღარ სადაღარ არის საათი რაზე დავკიდო მითხარი საათი რა თულა ბიჭო კედელი რა ჩემი შენი საათი ბიჭო ნუ მეუბნები ბაბუაჩემი საათი რა არის ბოშო რა ქენი ბიჭო დააღრია სახი ვინო ბოშო აშეგესინე ჩემი ბრატარა იტალიანო come stai რა შენია სპაგეტი სოლები დახმელია ტელეფონი გირეკავს იქნებ მიაქციო ყურადღება არ გესმის ახლა ვიბრაციის ხმა თუ შეზმუი ხარ გოგო ცუდად ვარ შენ თავს ფიცა ვარ ისეთ პახმელიაზე ვარ თავი მისკდება მიშველე რა ცუდად იქნები ხო გითხარი რომ არაორიო სასმელი მეთქი დალი ერთი და შეირგე რა შენ თავს ფიცა ვარ თუ ამერიკას ღვინო დავლიე მარტო მაგრამ აი თავი ვაფშე სხვაგან რა გერიოს ღვინო ცეცხლი ნავთი და დოზანა დალიე შენ გაჩუნდი ბიჭო გაჩუნდი რა თავი მასკდება მეთქი ისედაც გამათენებია მთელი ხალხი და დაგეძინა მერე ბექარა არის რანაირად დამეძინა ჯუნა რანაირად დამეძინა ხრინავდი თელ ხმარ ბოლო ხმაზე ხრინავდი და იმ ხელა პაუზებს აკეთებდი ხრინვის დროს რომ მეგონა გაიგუდებოდი თქო გატრიალებდი ხან იქეთ გადაგატრიალე ხან აქეთ გადმოგატრიალე არა მაინც ხრინავს აუ არ შემიძლია დაგშორდები დედას გეფიცები რა ვერ დამშორდები ბექ მაგრად გჭირდები არ მჭირდები საერთოდ არ მჭირდები გჭირდები რაში მჭირდები სარეცხის მანქანა მაქვს ჭურჭლის სარეცხის მანქანა მაქვს ტვერსასრუტი მაქვს ჭკვიანი ტვერსასრუტიც მაქვს შენ რაში მჭირდები ერთი მითხარი გულახდილ საუბრებს რო გიწყობ ხოლმე საღამოობით ეგ არაფერია გულახდილ საუბრებს მამა ჩემიც მიწყობს მესენჯერით ასე რომ არ მჭირდები საერთოდ რა იყო ვერ გავი ხალი ვარ და დავლი ერთხელ და რა მოხდა ვერ გავიგე დალი არაფერი არ მოხდა შენ დალიე შენ მე შენ ჯანმრთელობაზე როზონა შენ ფეხებზე კიდია დადიხარ სვამ მოდიხარ მე და კვდები მე უნდა მოგიარო აუ ჩემ იმენა აი პროსტა რა თავი მასკდება მეთქი და არ გესმე შენ რა ჩემი ბრალია რა რატო არ დაუფიქრდი მიმოყავდა ცოლა რატო არ დაუფიქრდი ჯერ დედა შენი რო დავინახე ეგრევე უნდა მივხვდარიყო როგორი ლოთი იქნებოდი შენს იმიტომ რომ გენეტიკა გვაქვს ეგეთი ბიჭო შენ ძალიან დაუკრეფავში რო გადადიხარ თუ ატყობ ხა მაგას მე გადავდივარ დაუკრეფავში გადადიხარ მეთქი დაუკრეფავში ხა იმით ნუ სარგებლობ რომ თავი მასკდება რა თორე რასიზამ რასაც ვიზამ განახებ მერე ბიჭო მიდი ახლა და რამე წუნიანი მაგრად გამისწორდება და მომიმზადე რა დაგჭირდი ხო ბიჭო წუნიანი გამიშთქო არ ვიცი ამ წუნიანის გაკეთება მერე დაურეკე მამა შენს და გეტყვის როგორც კეთდება წუნიანი რა პრობლემაა არც მამა ჩემ არ იცის წუნიანის გაკეთება აუ იმენა გამოხოხებული მამა შენი ბაჭი დავიდანები ჩემი რა იმენა ი კოპიო მამა რა კოპიო მამა კაი ხო მითხარი ხა თავი მასკდება ბიჭო მაგრად საჭმელი რა გვაქვს ვაფშე გააძრე რამე რა მამა ჩემის გამოგზავნილი მაკარონი ყველით ხო და ჩემ თავს გაფიცებ წუნიანი მაგრად გამისწორდება გოგო არ ვიცი წუნიანის გაკეთება და თან ინგრედიენტებიც არ მაქვს წყალი ხო გვაქვს მერე დაასხი რა მაგმაკაროს წყალი და წამოადუღე და გათიშე რა ჩემ თავს გაფიცებ და წუნიანი მინდა და გამისწორე ხო შეგიძლია რა ვახჩები ვახთავი ჯუნა მომისმინე რამდენი დავლია ოღონდ ახლა სერიოზულად გეუნები რა მე მთელი დღე აქ
დგავარ, რეცხავ, საჭმელს გიმზადებ, გიუთავებ, რომ სამსახურში წესიერად ჩაცმული წახვიდე. შენ დადიხარ დაქალებთან ერთად ცურები, მოდიხარ აქ, გაჩნდები დიოთა ტელევიზორს უყურებ თეთრ ბაირაღებს და ტელევიზორის გადართვის უფლებაც არ მაქვს. და აქ როცა რაღაცას ვაკეთებ, მოდიხარ და ტრაქზე მეტათუნები, მეტი არაფერი, всё. ახ, გადამაყოლა მეთ დალევას რა, გადავიმენა შემჭამა ტიპმა რა. ერთდალევას იცი როგორი მთვალი იყავი? მოხვედი და მეუბნები რომ ბავშვი გააღვიძე, პიანინოზე დაუკრას. რაგაცინებს არც ბავშვი გყავს და არც პიანინო. ჩემს გავხსნე. მოდი ჩემთან ერთად. მოდი. მოდი ერთ წუთი რა. მოდი. პიანინო რა ღირს ისე რა. მოდი რა, მოდი ბიჭო, რა შე რაღაც ამბობდო, ძახო არ გამირბი ხარ და რაღაცა მემალები და რა ხდება ვერ გავიგე. არ მინდა ესეთი ურთიერთობა რომ გქონდეს. როგორი ბუსა? აი როგორიც გვაქვს ესეთი ურთიერთობა არ მინდა რომ გქონდეს. შემოხედე. დავიღალე, არ მინდა არ ვერ შემოგხედე. თაკო და თავისი ქმარი უნდა მოვიდეს ახლა ცოტა ხანში და წადი რამე მოიცვი ახლა დროზე. დავაი. რატომ უნდა მოვიცვა? ჩემს სახლში ვარ და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ. შეიძლება? შენ ბიჭო ხო არ უბერავ ახლა ეს მოღეღილი მაიკით უნდა დახვდე გოგო? რა მიჩანს რა? ბიჭო დროზე მეთქი არ მევასება ეს ვულგარული რაღაცეები და გამოწვევები და რა დროზე მოიცვი. არ გამაბრაზო ბექა ახლა თავი მასკდება მეთქი ახლა დროზე. ვაახ, შენ კიდე აი თუ არ შეგიძლია ეს დალევა რაღაც ვამ შეჩემისა რა, ფუფრა ბანძიკალი ხარ. აუ ჯუნა რა შვები შეჩემა რა. რა შვები შენ თავს პიცავარ თავი გამისკა და იმენა ისე წახმელია. მეც მაგ დღეში ვარ და აი ორნახევრიანი წამოვიღე და ჩავიცვა. იმენა გამისწორე შენ თავს პიცავარ. პონჩიკი ვინ არის? შემიძლია ეს სიგარეტი. ატარა პონჩიკი როგორი ალკოჰოლისტური რა. მოდი ბიჭი, მოდი. გამარჯობა. კახა როგორ ახარ? ამის ხელს. აჰა, ესეც მოიტანეთ, ხო? დედას გეფიცებით. შენი გაფუჭებულია ეს. ეს მეუბნება ჯუნას გაფუჭებული ხარო და იცი ვაფშე რას გეტყვი? ჩვენ ერთმანეთს ვაფუჭებთ რა. იმენა ჩავწარე რა. ახლა შვები გააძრე ჩვენ. ამის ხელში როგორ შეიძლება რო ვიყო ამის ხელში რა. ახანდახარ რა მგონია იცი? მგონია რომ მოახლეებად და მოსამსახურეებად ვუნდივართ ამათ რა. გებიცებით, უნდათ რომ სახლში გამოვუკეტო 24 საათი და მე თვითონ წავიდნენ და ესე დათალებში იარონ 24 საათი. სვან და მოვიდნენ უაროთ მე ჩვენ რა, არ ვიცი ძმა. მე კი არა. ამასინად მეზობლებში ვიყავი გასული. მეთქი ყავას დავლებ რაღაცას ვიჭორავებ მეთქი. დამირეკა, სად დადიხარ შენ? რა გინდა მანდ? შამოვლაზე ხარ? შენ არ იცი რომ ბიჭი მეზობლებში არ უნდა დადიოდეს? და რაღაცებს მეუბნება. ხვდები? აი არ უნდა რომ აქ ვიდგე. ხო აი გეფიცები თუ არ მესმოდეს შენი რა, აი აბსოლუტურად მესმის რა. აი ზუსტად ეგრეა ესეც რა. ამის მოყოლას ბიჭო ერთი იორკი მომეყვანა, არ მერჩინა. ბეწვი მაინც არ ცვივა იმას იორკს და ეფერები სახში. მოიცა იორკს არ ცვივა ბეწვი? არა, შენთან ვიცავარ არ ცვი, შენი ერძაღლი არის იორკი. ეგ რაღაცა კატაზე ვიცავ. რა ტლიკინებ იორკებიც არის. მან ტლიკინ ჯობია რომ ერთი ჩაყრა გაგვიძროთ რა, თავი გვისკდება გოგო ეს. ხო შენ მეტი არაფერი არ გინდა რა, მაგაზე იფიქრე მარტო. რა არ მინდა ბიჭო? რა გინდა? რა არ მინდა? გუშინ ღამე არ გითხარი რაღაცაზე მინდა თქო? მე არ დაგთანხმდი? მე რა პრობლემაა? რა პრობლემაა? გადაბრუნდი თავი მткиვაო და დაიწინე. ახლა ნასვამი ვიყავი და ჩამეძინა, თორე მე უარი არ ვითქვამს. საერთოდ გვაქცევთ ყურადღებას. ცუნცულ მიდი ჩემ თავს გაფიცებ, გაზიანი გამიჩნდე რამე რა. ამიშკოთე. მაგას მე კიდე ხო გაიჩნდა ეგეთი რა. რამდენჯერ გითხარი რომ ხალხში ცუნცულას ნუ მეძახი მე. რა იყო ბიჭო? რა იყო? ხო არ გინდა რომ მეცვას ეგრე და აი ჩავიცვი ხა და კიდე ცუნცულას მეძახი? ეკა. მიდი რა გამიჩნდე. ჩემო პატარა მიდი რა. გამიჩნდე მეთქი ბიჭო. არა თქო. მიდი ბიჭო ეხა დროზე ბევრს ვლაპარაკობ რა დროზე ეხა დავაი. დამეხმარები ამის გამშრალებაში? აუ ჩემო ხოცა შეხედე გახედე იმენა როგორ უხდება პროსტა ფუსფუს იმენა კაც ესე უხდა აუ ჩემი მაგიჟებს პროსტა რა და იმენა აი ხა
მოდი რა. ჩემ ბექას სადღეგრძელო მინდა რომ დავიდე. ჩემ თავს გაფიცებ რა. ბიჭებო, მამრობიცკეს უნდა შევეხო აუცილებლად რა, ჩემი ბექას თამადობით რა. ჩემი ბექას გოგო ესენი აი, პროსტა ეს არის ხალხი, ვინც შვილს ჩუქნის გოგო. ეს იცი რა მხელა რაღაცაა პროსტა. ესენი აი, მე იცი რა მისწორდება, აი რაღაც სადღაც რო ხარ, რო იჩნდები რაღაც, უნდა სახში რო ვარ და რო ფუსფუსებს რა რაღაც ამ თავისი პატარა თითუკებით, რო რაღაცა ლამაზად რო რაღაცა მიაწკრიალებს ყველაფერს და რაღაცა ცხელ-ცხელი საჭმელი რო ესე აფაფაფაფ აი ესე რომ მოაქვს რაღაცა ლამაზად. აი იმენა ძლიერი სქესის სუსტი წარმომადგენლები არიან და მინდა რომ იმენა აი რავი რა ბეკ შენ ჩემი ცხოვრება ხარ შენ თავს ფიცავა რა მაგრად მიყვარ ხარ და იმენა შენ გაგიმარჯოს რა მადლობა ბეკა შენი თამადობით ჩემს სიყვარულს დავლოცა ვაგე რა აი მართი კუთხით მინდა დავლია თქვენი სადღეგრძელება თვენაცვალე რა ახ ბიჭო მინდა ეხლა ეს აა კაი რაღაცა აი ესე არ ჯობია ხალხო? ესე არ ჯობია რომ ჩაეხუტოთ ერთმანეთს და ეს სიყვარულოთ? არა ბიჭო, კი არ ვეხუტები. პროსტა რა, ბექას გული ხო აისბერგია, ყინული ვიცივე და ცივი გამისწორდა რა. ეწყინა თო. ტელეფონი გირეკავს. ტელეფონი მე მოვალ და მე უპასუხებ. ლალი შილაკი. ხო და მე უპასუხებ ერთ წამი რა. ალო. ალო, ჯუნას ხოვეთ. რომელი ხარ? ჯუნას ხოვეთ, რა თუ შეიძლება? ჯუნა, ვინ არის ლალი შილაკი? შილაკი რა, ლალი შილაკი, მან რაღაცა პედიკური, მანიკურის თემებში რა. კაცის ხმა რატოა? არა ბიჭო, რა კაცის ხმა. ლალი, ხო ქალი ხარ შენ? ქალი ვარ? გითხარი ქალია თქო რა. ეს ახლა კაცის ხმა არ არის? ბიჭო, რა პანიკას? როგორ არა, კაცო, კაცის ხო არის? შენ ბიჭო ნუ ერევი ოჯახის საქმეებში. კაცის ხმა ხო არის? კაცის ხო არის? შენ აი ხალატო. შენ და შენ ხალატო ბიჭო. სრემლი არ დამანახო ბიჭო. არ მინდა არ შეიძლება ბიჭო. ლალი სტემაში იყო. ბიჭო, ხაიცი არ მისორდება ეს შენ ტირდვახ თავით როგორ ბეკო ჩემს ციცოცხლე ბიჭო არ მევასება რა ეს იმენა ვაფშე შეიძლება ეხა მაგრად დაბალი გაიგე მე აღები და წავალ სახლიდან ბიჭო შილაკის თემა შახცი და წავალი წოდე ბიჭო არა აი მინდი მიხედე ბიჭო ეხა ბიჭო რას მეცი კაჩავებია ეს ჩემოდანი როდის სულ გამზადებული მაქვს ვიცი რომ ეს ხან მომიწევს აქედან წასვლა შენ ბიჭო ეხა მართლა გეყოფა ეხა ჩემ თავს გაფიცებ რა სულ მე გადი თავი დამანები არ მომიკარა ბიჭო ეხა არ მისწორდება ესეთი რა სახლიდან მივდივარ ეცო ხოიმი გეხოცები თუ გარს საქმეზე მიდიხარ მეც წამიყვანე რა გეხოცები შენ დაგვიანე ბიჭო დავალებეთ გეხოცები რა აი ადამიანი და მივყვები მეც რა ბიჭო ხო იცი აუ ბეკ აუ ჩემი თუ დაგლეცავე ხონი ეხა მოდი რა დავლიოთ რა დაიკიდე რა დაიკიდე ნუ ნერვიულობ რა შენ ხო გონია ეხა რომ წავიდნენ აი ხა ნახე 1 2 3 რაო ჩემო კაცურო რატო არ წახვედი სადარბაზოში სიბნელე იყო და მოიცერწოთ ის სად არის ის წავიდა სად წავიდა ის ბიჭო ის რატო წავიდა მე და შევიჩხუბეს მოიცა შენ არის არ ვიცი არ მომისმინა და წავიდა რა ვიცი სად აუ მაგას ბიჭო ეხა მაგ შეჯე რა შედი ჯეცი ბიჭო ხმაური სადარბაზოში აი რამე არის, მაგრამ აქ ახლა ერთი გათბობა რო დაგვაკიდებინა, იდეალური იქნება ძმაო. რა თქინდა გათბობა ხცივა აქ? ბესეთკაში ჯდომას არ ჯობია სადარბაზოში ვიждდეს? კი, ჯობია და ჩამოდი შენ კიდე შენი ჩამოსვლა რამდენი ხანი გელა. გასაკეთე, ბიჭო. ბიჭო. გასაკეთე. ეს შაშიაკე ძმაო რამ გათამაშებინა აქ? რატო არ უნდა მეთამაშა? სხვა რა მეთამაშე? აქ უნდა გეთამაშო ძმაო სეიაკე. მე ეს გამოვიდოდა შაშისეს მე გადავაგდებდი ამ დუშას და ეს გამოდიოდა ბიჭო შენ ქვას. რა ჩემ ქვას გამოდიოდა აქედან ბიჭო ხუთიანი იდო. ხუთიანი იდო აქედან?
მაშინ ვერ იზამი. მაგრები აბარა ეგრე. ეს პატარა ხუთი. ემასე ვიჯო რა იცი სამან. შეხედე რა 4-იანი გავაკეთა. მოდიე. ჰა, ნახე რა. სტავკა? 5-იანი დახედე. აქაც 5-იანი. მოდი აქედან. აგერ 20 კიდე. დაბადა არ გადარჩენა ეს კიბერით ვერ გააკეთეს. ამას შეხედე. რა 20 და იძახე რა 20 ახლა ვიდო. შეიძლება შევიდე. ვიბძანდი მე ქალბატონო ხელს გიჩნი თუ რა ანუ შეიძლება რომ ჩემ საკუთარ სახლში შევიდე. როგორ არ შეიძლება შედი რა. დიდი მადლობა. ეს ბიჭო აქედან პარტიას დამისვეს მე არა. თამაზი. დედის საპნის დუშტია. სათხარ თამაზი აქროს ხედან და რაღაცას რო თამაშობენ გაყარე ხა გადი აქედან ერები არ მომიშვა. რა ხდება გოგო ერთი წუთი მარცხად რა ხდება რაც ვერ გავა. ხედან აქ და ახათქუნებენ დომენეს ამეხადა თავი გახედენ ერები არ მომიშვა. დამშვიდი ვინ სხედს და ვინ ახათქუნებს. ნახე როგორ იცინოს ნახე დაიხედე ერთი. დავარი ბიჭო აუ კაი რა. ბიჭები არიან რაღაცა დომინოს თამაშობენ. ადგებიან დაამთავრებენ და წავლენ. როდისაგანი დაამთავრებენ კაცო გადი გახედე ხა თორე მე გაუვარდები იცოდე მე გაუვარდები იცოდე. გადი გახედე. შენ კაი ხო მოდი გადამახტები რა. არ გახტები და გადი. გავალ და გაველაპარაკე. ვინ არის ეს? შენ თუ იმენა არ გაწუწუნო მე არ ვიყო მადი იმენა გაჩენე სტავკა მე ვარ დავაი მერეს მიდი ბიჭებს გამომარჯოს დავაი ოპანა ვისაწყავს ის არის სტავკა მოდი 14 მალე ჩემი ბიჭებო დაწერა მიდი მინდოუდე ოპ მალე ამთავრებთ არა ძმაო რას ვამთავრებ კენჭი ვყავს ესენ უნდა ვატირო ახლა კი დავაი ბიჭო არა იცით ხვალ სამსახურებში რო ვართ დილით წასასვლელები მაგიტო რო მალე მორჩეთ იქნება რა რა გინდა ბიჭო შენ ბოლო რა სამსახური ძმაო გითხარია ხალხი თამაშობ დამადეკით და მე ხაყანები რაღაცას მაცადე რა ძმაო რა გინდა მითხარ არაფერი ჩემო ძმაო ერთი წუთი უბრალოდ მაინტერესებდა რომ მალე ხო არ რჩებით რომ მე მეც ვითამაშო რა ანუ მინდა რა თამაში რა დაგიძახებ ძმაო რომ მორჩები და რა პრობლემაა შედი ძმაო არანაირი პრობლემაა რა უნდა გამოგაპარო წაკებული რა იქნება ვისი ისწავლე ერთხელ და ნუ აბიანე მაკონტროლებს გოგოდა გამოდიხარ იქ და რაღაც რა ვქენი რა ვქენი და რაც საჭირო იყო ის ვქენი რა იყო საჭირო და რა გაკე ხმა ვერ ამოიღო ბიჭო ხმა ვერ ამოიღო რა ვერ ამოვიდი გოგო ხმა არ გესმოდა ჩემი ლაპარაკი არ გესმოდა როგორ უთხარი კი, სიჩუმე მესმოდა. გადი ხა გაყარეს უყალა ნერვები არ მომიშალო. ეს მუტრუკები ესენო დამიხვდნენ. ჩუმად იყავ, გოგო. 17. მუტრუკები ესენი. გოგო და ჩუმად იყავ, კიდე კაი, დომინოს კაკუნის დროს არის შენი ხმა რა მუტრუკები რას? ვინ არის? გავალ ეხლა და დაველაპარაკები ცოტა სხვანაირად. ბიჭო რა ნახავ ეს დაელაპარაკე. დროზე გადი ხა ნერვები არ მომიშალო. სახლიდან წავალ იცოდე დროზე გადი. გადი დროზე ხა ნერვები. გაჩერში, აკო. სამ დადე ბიჭო ეს ბავში რო იმენა მოდი აქედან რა და მაგას არიდონი ჩარი დომინოს თამაშობ ბიჭებო? კი ზღვა დომინოს თამაშობ დაბარას თამაშობ მოვიდა ძელი თუ მოკლე შენ ბიჭო დაგვცინი თუ რა გძელი დამოკლე დომინოს თამაშობ ნარც ხوار თამაშობ ბიჭო რა აი ნარძია ბოდიში რა აუ გავიარე რა ძმაო რა ექვს თამაში მე გამო თუ გაიარე გამოიარე რა მე ისევ წერა იგებს წერა წადი ბიჭო სახში შედი ხა დროზე აქ და გვაცადე თამაში ძმაო არ გამომაპარო რა არაფერს ა დროზე სახში შედი ძმაო და გვაცადი ახ წერა იგებს კი არა წადი ბიჭო სახში თავი დამანებე ვიდა ჩამოდი შეკიდე რა მე ეგრე თუ ამდენი ხანი ხელი კი რა რაც საჭირო იყო ის თქვენ ყველაფერი ადგებიან და წავლენ. როდის ადგებიან და წავლენ კაცო? აი, გოგო, ერთი წუთი მოიცადე ხა, დომინოს თამაშობენ ადამიანები, ხო არ მივარდები მართლა და ხო არ წევ დომინოს თამაშის გამო. იცო, აბა რა უნდა ხნა, ვერ გავიგე ნერვები არ მომიშალო, გადი ხა თავი ამცნა. თაკო, მომისმინე. შემეცოდა გეფიცები რა. ის ბიჭი ისე საყვარლაცის იქ ჯერ ორჯერ გაიარა. მერე დუშაში ჩავაკუდა ხელში. ეხლა მეც რო კიდე ზევიდან მეცემა გეხოცები რა. მართლა ქვამა ის ხო არ მაქვს რა. ბიჭო ეხლა მართლა გავაკეთებ ხავს. არა ხათუ რა გინდა მართლა დიდი მაუ. თუმცა მითხარ და რა ქვია რატომ გიტოვებ? არ არის ძმაო ეგრე რა. გაგი ხელს
სახეს მივეყავ ამსკამ გადაგაკრავ თავში შეუძლები. დროზე ხა გადის შეცოდება არ ვიცი მე დროზე წავიდნენ აქეთ და მე წავალ თამაზს თამაზ მე წავალ ერთი წუთი გაჩერდი მართლა რა არის ახლა ერთი წუთი მე გავვალ და საერთოდ სად არის ეს ჭირდება რა მე ეს უნდა გადავატეხო იმას ის რომ მეუბნება რაღაცებს გადაატეხე მიდი თანახმავარ გადაატეხე რა ხდება რა ბიჭო რანაირად გამოვარდი სახლიდან შენ რა იყო ჰა ხომ შიდობა რა პრობლემა ხო არა არ ეს მზესუმზირის კანები უბრალოდ ძირს ვერ დაყაროთ რა ამაში რო ჩაყაროთ მე მაინც ჩემი მოსაგველი არის რა ხო ხდებით რა ბიჭო ხო და კაი სადაც საჭიროა იქ ჩავხოთ და შევავრებ ხო შეიძლება რომ მეც ეს 10 ნახე ახლა რა ხდება რა ეს რო აქედან დავდო რამდენიას ჰა 30 არა თო მაგრო დადო მე კეტავ მაგას არჯობია ეს დადო და 5 წერ ხო და ვაგებ ისედაც მაო და რავი დავდები და დავკეტავდი თქო არა გეხვეწები რა შენ რო ეგ დადო და დაკეტა მე ეს დაკეტავს სოლი კარებს დამიკეტოს და გეხვეწები რა საერთოდ არ შემიშვებს სახლში რა ვერ გავიგე რა სამბობ რა გინდა ძმაო არაფერი ძმაო რა მინდა უბრალოდ წერა იგებს წერა ხო და დავწერ აგერ ძმაო 5 დაწერე კი ძმა გვაცადე ხო შეიძლება ჩვენ მივხედავ ძმა წერა იგებს რაც იგებს ვითამაშებ ჩვენ კარგი წერა იგებს შედი რამდენი დაწერე ბიჭო შენ 5 დაწერე ბიჭო დავწერე 5 დავწერე ეხლა მაცადე მართლა ეხლა რაც საჭირო იყო ყველაფერი ისე გავაკეთე რა რა იყო საჭირო ბიჭო რა გააკეთე ბიჭო არც სახში გცემენ პატივს არც გარეთ გცემენ დაგისხდნენ და უჭახუნებენ დომინოს აქ გადი ხა გოგო შენ ერთი წამი მე ნუ გადამახტები მართლა აქ ვინ ვარ კაცო მე ოჯახის უფროსი ვარ თუ ვინ ვარ უფროსი არა ის ხარ ერთი რა ის რა სადაც გასაგიჟებელია იქ უნდა გაგიჟდე ხოლმე რა ის ერთი დააკონკრეტე ძალიან მაინტერესებს ის რა გულს მე რე გეტყვი მე რა თმე მე რე გეტყვი რა ხდება რაცო რა ხდება მე მგონი თამაშობ თუ აქ ბიჭები რა ხმაურია გვაწუხებ რა კენჭების ხმა აღარ მესმის ნუ ვერ თამაშობ ის ბოდიში რა ჩემო უბრალოდ ოჯახია ხო ხდებით და რაღაცა სუპა ჯიგარი ხარ იმერო კაი კაცი ხარ წაიდი შენ ძმობას ფიცრა შენნაირი კაცი მე არ მჭირდება შენნაირი კაცი მე არ მჭირდება შორდები შენნაირი ყურდღელი კაცი ვინ არის გოგო ყურდღელი ერთი წამი ხა ბოცვერი ეს ვინ არის გოგო ბოცვერი ხა მართლა ეხა იმათო უკვე ნერვები მომიშალეს რა ეხლა გავალ და რაც საჭირო არის იმას გავაკეთე რა გნახავ მართლა ოჯახი ცხოვრობს და ჩემი ძოლი წუხდება რა თუ შეიძლება რომ ადგეთ და წახვიდეთ რა ბიჭებო რა აქ უბრალოდ ხალხი ცხოვრობთ და ეს არის ყოვლად შეუძლებელი იყვეთებით თუ შეიძლება რომ ადგეთ და წახვიდეთ და დაგხვდეთ რა ძალიან ბიჭებო და ბიჭო რო არ წავიდეთ რა გინდა ვაფშე შენ ძმაო გამაგებინე ჰა მინდა რომ დაახმიოთ აქედან ბიჭო რა თქვი ბიჭო? და დების ინტონაცია ან ვიქეც უნდა მეთქვა ეს რა არაფერი ჩემო ძმა ბოდო. რა არაფერი ბიჭო არა კარგი მეშალა რა. დავაი ბიჭო ეხლა დროზე სახში შედით. ხო ხტებით რა რომ რჩებით მე რა. როგორ რჩები კი არა ბიჭო სიტყვები აკონტროლე ბიჭო შენ და წადი შენ მეუღლეს მიხედე ძმაო რა. ხო და შედი მეთი სახში დროზე. დავაი მოურია შენ ბიჭო მოურია. მოზილა ფაიერფოქს. აი ახლა მე გავალ. რატო? დაჯექი შენ. რატო გახვარ? გაჯექი აქ. რა გინდა? გამიშვი. არ გეხვეწე. გამიშვი ხა. შედი სახში. რა ხდება ბიჭებო აქ? აი დომინიკა. ეხლა თქვენი საქციელი აქ სწორია? არა, მიპასუხეთ რომელიმე, რომ მომჭტერები ხართ. რა საქციელი? რა არის ბიჭო სახში მოვედი დაღლილი ქალი ვარ, რაღაც ფეხის გაშლა მინდა. უჭახუნებთ აქ დომინოს, მე კაი პატივს არ მცემ, თქვენი ცოლები მაინც არ გეცოდებათ ბიჭო, წარმოიდგინეთ ჩემი თავი იმის ადგილას, ან ბავშვები ცხოვრობენ, რა, ან ბაზარში რო არ გაქვს წასასვლელი, დაუდე ეს პუსტა გვერდიდან. დავაი ხა ახვიეთ აქედან და ეს შედი შენ ცოცხი გამოიტანე დაგავე, დროზე. დავაი. თამაზი, ცოცხი გაუტანე ბიჭებს. ახლა სიცხვილია ხო რა. რა ვიცი ხავს მართლა რა. ხო, გავიდეთ რა სიცხვილია ეს. ბიჭო, შენ ჩოთქს გამოგატვის და მე გამოვხატე ეს ჩოთქი შეწამოდი რა. არა, მართლა ისეთი პონტია ეხლა. გადი ბიჭებს მიხმარება უნდა ეს ხალი იყო ვერაფერი უთხარი. მაიმენა მაგარი ხალია შეძლობას ვისავალი მენა იცის ვაფშე ყველაფერი რა და როგორ უნდა. საგვარეულო წიგნის დაბეჭდვა. დაკენი რა ჭის. მოდი. აუ და ამ სვარა. გამარჯობა. გაუმარჯოს ბუდიში.
გამომცემლობა XP-ი. მე მგონი სწორად მოვედით, ხო? დიახ, გამომცემლობა XP-ი გისმენთ? ძალიან კარგი, ესე იგი ჭანჭალაშვილების საგვარეულო წიგნი თქვენ გამოიცით, ხო? ჭანჭალაშვილების, ეხლა დავამთავრეთ 36 ეგზემპლარი დაუბეჭდეთ. ძალიან კარგი, ჩვენ ჭანჭალაშვილები გახლავართ. სასიამოვნოა. გაიცანით ეს ალბერტი ჭანჭალაშვილი გახლავთ. ეს TikTok-ი ჭანჭალაშვილი გახლავთ და მე ამ წიგნის ავტორი და ფუძემდებელი თქვენი მონამორჩილი ბრაიან ცვატა ჭანჭალაშვილი გრუზინსკი გახლავთ. სასიამოვნოა, გაიხარეთ. თქვენთვის არ გადმომიცია, მე მგონი დანარჩენი ყველას გადაუგზავნე. ეს ჭანჭალაშვილების საგვარეულო წიგნი? თქვენ რა არის კაცო ეს? ეს ჭანჭალაშვილების საგვარეულო წიგნი ესე სქელყდიანი რატო არის ესეთ ხედი? რა დამიბეჭდია მე თხელყდიანი წიგნებით. მომისმინე გენაცვალე, შენ შეიძლება ბევრი რამე დაგიბეჭდე, იმათ შეიძლება შეეფერებოდა თხელიყდა, მაგრამ ჩვენ ჭანჭალაშვილებს გვინდა სქელყდიანი წიგნი. ისეთი სქელყდიანი, როგორიც ჩემი წინაპრები იყვნენ. ჩვენ ჭანჭალაშვილები ვიყავით სქელკანიანები, სქელშუბლიანები და ეგეთი მინდა წიგნიც, გამიგე? სქელყდიანი და დროზე გამოვასწორეთ ეხა ეს თორე მე არ ვიყო ცვატა ჭანჭალაშვილი თუ არ გადავწვა ეს სტამბა საერთოდ. გეუნებით გამომისწორეთ ეს. დაწნარდით ბატონო ბრაიან. ეგ ერთი საკითხი, მაგრამ აქ სანამ წინგია ხომ? წინგი, კი, სანამ წინგს გადავშლით, მანამდე რა უნდა ეწეროს წიგნზე? ჭანჭალაშვილების საგვარეულო წიგნი. ჭანჭალაშვილების საგვარეულო წიგნი. მხოლოდ ეს უნდა ეწეროს წიგნზე. აბა მეტი რა უნდა ეწეროს? წიგნზე არ უნდა ეწეროს ჭანჭალაშვილების საგვარეულო ჰიმნის პირველი სტროფიდან ამონარიდი? დედას რა თუნდა 1000 შვილი ერთი ყავდეს და ჭანჭალაშვილი. არ უნდა ეწეროს, ეს აქ არ უნდა ეწეროს ამის ქვეშ. ეგ მე სხვა გვარზე ვიცოდი საერთოდ. ბიჭო, სხვა გვარს გქონდეს, კაცო, მაგრამ შენ სხვა შრიფტით დააწერი, აქ ხო შეიძლება ჩვენ გქონდეს. ანუ შესაძლებელია? ეს სანამ გადავშლი წიგნს მანამდე. და საერთოდ ერთი ჩვენი საგვარეულო ჩვენი საგვარეულო ხატი საერთოდ დახატეთ საგვარეულო წიგნი მე შტო ამაში არის შეტანი და ეხატოს წესით დავხატეთ მაგრამ თქვენ ახან ცოტანი იყავით ვაშლებით შევავსეთ ტოტები რომ რა ვაშლები საგვარეულო წიგნში ვაშს რა უნდა ბიჭო არ გადამრიო ეხა რა უნდა არ არის პრობლემა სხვა ხილებიც გვაქვს შეგიძლიათ დაირჩიოთ უბრალოდ ანანასის დაბეჭდვა ცოტა ძვირი დაჭდება აი კარტრიჯიც ჭედავს რა აი დააფეთქებული ერთი წამი თქვენ ამას ეძახით საგვარეულო ხეს? ერთი წამი წამობრძანდით თუ შეიძლება. მე უნდა. დიახ, მობრძანდით აქ. მობრძანდით. ჩვენ ვიყავით ორი ბაბუის განაყოფი ვართ. ეხლა აგიხსნეთ, როგორ უნდა იყოს საგვარეულო ხე? აჰა. ჩვენ ვიყავით ორი ბაბუა, ერთი იყო ნოდარი ჭანჭალაშვილი, მეორე იყო ბუხუტი ჭანჭალაშვილი. ნოდარი და ბუხუტი. მერე აქედან ორი შტო წამოვიდა და ხე ჩვეულებრივად უნდა გაკეთდეს ასეთი გენეალოგიური ხე. მერე ჩვენი დიდი ბაბუა ვინც იყო ეს ამის დამფუძნებელი, ჩვენი გვარის რეპრესიები შეეხო და მოკლეს. მერე ეს ხე ჩვეულებრივად უნდა მოვჭრათ და ამის მაგივრად აღმოვცემდით მერე პედერ ჭანჭალაშვილები. აი ეს გადაგვიტანეთ ხო შეიძლება რომ წიგნში უნდა ამას ვითხოვთ ჩვენ ეს აბა ის რა არის ახლა ვაშლები და რაღაცა გვეხუმრები უკაცრავად ეს საგვარეულო შტო აქ რატო წდება ანუ ეს ბექარიონმა გვარი გადაიკეთა თუ რა არის ახლა ვერ გავიგე აქ რატო წდება ჩვენ საგვარეულო იცით რა გამით პასუხი ეს ვისა კარტრიჯის ბრალი აი პრინტერმა გაჭედა და მე ხელით ჩავამატებთ რა ჩავამატე ბიჭო ხელით შენ ჭანჭალაშვილები ხელით ჩასამატებელი გვარი გონია ჰა რა მოხდა მე ჩავამატებთ არ გამოგრჩება რა შეხედე ბიჭო ჩავამატე ამას ეხა რა შენ ბიჭო ჭანჭალაშვილები ვარ ჩვენ უბრალო ხალხი შენ საერთოდ რა გვარი ხარ რა გვარი ხარ საერთოდ ვინ ხარ რა გვარის ხალხი მუშაობ და ოფისში ვინ ხარ შენ რა გვარი ხარ მე დევდარიანი ვარ რედაქტორი არის დადიანი და დიზაინერი არის დადეშკელიანი ჩაულებრივი გვარი გყავთ ვინმე? არა. ხო პრინციპი ჩაამატოს ხელით რა უნდა? ჩაწეროს არაფერი. ჩაამატე და იყოს კი ჩაამატე ხელით არა. ბაბუა ჩემი ბუხუტი ჭანჭალაშვილი რატო არ არის დიქში? გააჩერდი ბიჭო შენ რამდენჯერ გითხარი რომ ხალხში როცა ვიქნები ნუ ილაპარაკებ მეთქი შენ. ხო გითხარი 1000 ჯერ.
ბაბუაჩემი ბუხუტი რატო არ არის ეგში? რატო უნდა იყოს? რა გაუკეთებია ჩვენი გვარისთვის? რა გაუკეთებია 4 ცოლი ყავდა ამრავლა ჭანჭალაშვილები. რატო რა თმინდოდა ბაბუაშენის გამრავლება? მე არ შევიყო, რა გაუკეთებიათ რომ ბაბუაშენს გამაგებინე, რა გინდა ბიჭო? რატო უნდა შევიყო ჭანჭალაშვილები? ბაბუაჩემი დამიანე ჭანჭალაშვილიც არ არის, რატო არ არის? მითხარ, რატო არ დაწერეთ რომ ბაბუაჩემი დამიანე ჭანჭალაშვილზე და დიდგორის ბრძოლაში იყო? რატო არ დაწერე მითხარე? დიდგორის ბრძოლაში იყო ვინ? დამიანე ჭანჭალაშვილი. რა უნდა ბიჭო დიდგორის ბრძოლაში დამიანე? ხელოსანი იყო. ხელოსანი იყო დიდგორის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, აი დავით აღმაშენებელმა რო თქვა გზები ჩახერგოთო. ამან ჩახერგა აქეთან მხრიდან და ისე მაღალი იყო რომ ვეღარ გადაძვრა მე იქე და აქეთან მხრიდან უყურებდა თავიდან ბოლომდე ბრძოლას. ჩავსვათ მაინც? თუ თქვენ ლაჩრებო, აი შეხედე, აი ჭანჭალაშვილების გვარი შემწყნები. რა ლაჩარი სიმაღლე არ გვიწყობდა ფერდო. ჩემიდება რომ იყო შენი სტოლ, სადაც აღმოცენდა იქვე მოვჭედი იმხე ძირში და მარტო აი გრუზინსკი, აი ჭანჭალაშვილი გრუზინსკების დროს გავყვებოდი აი ესე. შენ რა გინდა ბიჭო ჭანჭალაშვილი? შენ რა გინდა? მომინდო. აი ბიჭო ხა შენ ვეტისვეტი მოგდის ბიჭო. აი ჭანჭალაშვილები ვართ გასაგებია, მაგრამ ეს გრუზინსკი საიდან მოიტანე ბიჭო ეს დანამა რა არის ეს? შენ ბიჭო ნორმალური ხარ, არ იცი ეხა იქ საიდან მოიტანე და რა არის, რატო ვარ გრუზინსკები არ იცი ბიჭო? რა ვიცი, ჩვეულებრივი ჭანჭალაშვილები ვართ. ჩვენი დიდი ბებია მუშაობდა გიორგი მე-12-სთან. აი რასა? საქართველოში. საქართველოში მუშაობდა, აბა, იქ თან ხო იცი ბებია როგორი ქალი იყო, როგორი ეშხიანე იყო, როგორი დადიო, ხო იცი ბებია რა ქალი. და თურმე იქ სამეფოში იყო, თავიდან შეამჩნია მეჭუჭნე თუ ხუცესმა. და ერთად იყვნენ ცოტა ხანი. ანუ მერე ვეზირდმა შეამჩნია, იმასთან უფრო ის იყო და ბოლოს მეფემაც შეამჩნია და იქიდან მოდის ჩვენი გრუზინსკები, ბიჭო, იქიდან მოდის ჩვენი თავმომავლობა, გრუზინსკები, აბა საიდან და არ იცოდი ეგ შენ ჭანჭალაშვილი გრუზინსკი საიდან მოდის? არ მართლა არ ვიცოდი. შენ გვარის ისტორია რო ესე ეწოდინება რა? სად არის? ვინ მოსულა ზებედა, მობზანდი, ქალბატონო ზებედა. გამარჯობა შენი, ეს არის ხო? ეს არის ჩვენი გვარის ეს არის ხო? ვინ? მე ვინა, უთხარი ვინა, ზებედა ჭანჭალაშვილი. სასიამოვნოა. ახლა ხო ხარ ღირსი გორი დაგაკლავე, რა? რატო რას მერჩი? რატო? ჭანჭალაშვილების ულამაზესი წარმომადგენელი ნინელი ჭანჭალაშვილი არაფხალს შეყვანი ნინელი ჭანჭალაშვილი რატო არ არის ციხში? ვინ არის ნინელი ჭანჭალაშვილი? მატილდა გვარლიანი ხო იცი ვინ არის? იცი? ვიცი ხო? ქალმა თუ ტიტული არ გაიარა, რუსი კითხავში ისე არ იცით ხო? მაინც და მაინც ნინელი ჭანჭალაშვილი როგორ ნინელი ჭანჭალაშვილი არ უთხარი თქვენ ნინელი რა თუნდა და მე მეგონა თუ ის ჭანჭალაშვილი როგორ არის? ფოტო მოგეტანა და მეწოდინებოდა რა ვიცოდი მე ვინ იყო? რა ფოტო კი არა, ახლა ნახეთ მთელ გამომცემლობას რა კი? კიმ კარდაშიანი ხო კარგად იცი ვინ არის? ნინელი ხალხრო დავიცა. ზებედა. მოვაგვარებ ქალბატონო ზებედა გეხვეწებით რა. არ ვიცოდი რა. რა არის? ამას მაინც მოვაგვარებ. ნინელი ჭანჭალაშვილი დაასტარდით, არის გამოტოვებული ადგილები ჩავსვან. ნინელი ვინ არის ბიჭო? რა ვიცი მე ვინ არის ნინელი, რა ვიცი. ბებია ჩემი მაია მაინც რატო არ არის შეყვანილი? რა გინდა ბიჭო შენ მართლა მაია რატო არ არის შეყვანილი? ვინ არის მაია ბიჭო მაია მართლა რა გინდა ბიჭო? მაია წნეთელი რატო არ არის შეყვანილი? ერთი ძოთი ბიჭო რას ბოდიალობ ახლა თვითონ გვარიც გეუბნება წნეთელი რა შუაშია ჭანჭალაშვილთან ბიჭო. ეგ წარმოშობით არის წნეთელი, თორე ისე ჭანჭალაშვილია გენაცვალე. სიტყვა გეუბნება თვითონ წნეთელი. რა უნდა ბიჭო ამა ჭანჭალაშვილი? ისტორია არის ცით გენაცვალე, აი მე. რა გინდა ბიჭო შენ ჭანჭალაშვილი წადი რა ცხადაზე გადაიგე გვარი და გაგვარები ვინ არის ბიჭო მოაცია კენ არავინ არ თითქოს არ ვარსებობ ისია წიგში არავინ აწერია ჩემი წინა ბოდიში რა მე პრეტენზია გაქვს წიგნი ხომ მზად არის ყველაფერი ერთი ძოთი ნახე ამასაც რა ჩემი ხე სად არის ერთი ძოთი ეს რა არის აქ ეს ბოლოსია არ არის საბოლოო სია არ არის ეს ბოდიში ერთი ძოთი ჭანჭალაშვილი სია ბატონო რა მე რა უნდა აქ რატო არის ნოდარი ჭანჭალაშვილი თავში შეყვანილი და რატო არ არის ბუხუტი აქ რა უნდა ნოდარის აქ ბიჭო და ბუხუტი რატო არ არის რა უნდა ბიჭო რას ქვია ნოდარი რას ქვია ნოდარი საუნდა კი არა ჩემი დიდი ბაბუა ნოდარი უნდა იყოს
პირველ გვერდზე ვაფშე ბიჭო. ნოდარიმ შექმნა ამბანი რო იწოდე შენ და სუსუ პირველ გვერდზე უნდა იყოს ბიჭო. რა გოდია რა გინდა შენ საერთოდ ნოდარიმ რანაირად შექმნა? ანბანი მე როგორც ვიცი ფარნავაზმა შექმნა. ოი შენ ჭკუას რა შექმნა ფარნავაზმა ნახა ბიჭო განძი ნახა ფარნავაზმა. ხო და მე ის ამბანი იყიდა. ვისგან იყიდა? ბაბუა ჩემისგან. სულელი ეს ბიჭო. რა ფარნავაზმა და ბაბუა ჩემი აღშიგავ ჩაწერე ბიჭო პირველ გვერდზე. ერთი ზუთი არაფერი არ ჩაწერე ხაც. არაფერი ბიჭო მაგის დამსახურებას ბიჭო ამ ხელა დროს გაუძლო ანბანმა და მე რაღაცა ორ გრუბად გაყიდა, ორ გროშად გაყიდა თუ რაღაცად გაყიდა. ბაბუა შენმა მithumetes უნდა მოიღო. წაშალე ბიჭო ნოდარი ჭანჭალაშვილი კაცი. წაშალე ბიჭო გითხარი ჩაწერე მეთქი და ბაბუა ჩემს უნდა იწყებოდეს წიგნი საერთოდ. რა ვინა ბიჭო ნასტეტკები და ის აღარ რაღაც ვინა ბიჭო ნასტეტკა შენ გაგიხედავ და ვინა ბიჭო ნასტეტკა ბაბუა ჩემზე რეებს ლაპარაკო ბიჭო გითხარი კაცმა შექმნა ამბანი და ყველაფერი ნასტეტკა კი არ ნოდარი ჭანჭალაშვილი იყოს პირველი მაგ არ მაინტერესებს გაიერთი ძუთი ბიჭო გამოდი და გაჩვენე ვიცი ხო ნოდარი იმას აგვია ზვებედას რა ერთხელ იმას ვინა ვიჯანდაბა იყო რა გინდა ბიჭო შენ შეხვეწ ვინმე მაინც ჩამისვი რა ოხ ჩემი რა ხა რა გინდა შენ კიდე რა ირაკლი დიახ ბატონო ედიშე რა არ ვიცი მე მგონი გაკეთა და მიდი რა იმას ბაგრატიონების საგვარეულო წიგნი დავბეჭდოთ ეს კარტრიჯი ბატონო ედიშე ფუჩია და არ შეიძლება მაგის წიგნების ბეჭვა რაღაც შემოგვედავება რომ რაღაც შეცდომა აურო კაი რა შემოგვედავება ერთი ცალი ბაგრატიონია დარჩენი ისიც ესპანეთშია მინდა სიტყვის კაცო მომიხმარეთ მოკიდეთ რაღაც წავნა მიდი წაიღო პირდაპირ შენს კომპიუტერზე შეერთე His hat upon my head and his suit of Christmas red. I could be Santa Claus. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.